შემთხვევაშიც რას გულისხმობდა, იმიტომ რომ თებერვალს როგორც ჩანს უჩინარი კაციო ჩაერთო პროცესების მართვაში და თქვენ ყველას ოცნების წარმომადგენლებს მიმართა შეგაცვლებინათ აზრი. ზუსტად 1 საათში თითოეული თქვენგვანი ყველა გაქრა. მე დღეს მაქვს დასაბუთებული და გონივრული ეჭვი რომ შესაძლოა რაიმე მსგავსი რამ მოხდა 2019 წლის 20 ივნისსაც. მან თქვა ბიზნესმენის გულისხმობდა თქვენ როგორ გაიგეთ მან არ დააზუსტა. ნახეთ, პოლიცია მართლაც ასე იყო, პოლიციაბჭოში იყო რაღაცა განსხვავებული შეხედულებები, რის შემდეგაც მე პირადად ჩავერთე საქმეში. კიდევ ერთხელ მადლიერებით მინდა გავიხსენო მაშინდელი პოზიცია ვახტანგ გომელაურის, რომელიც კაცრად იდგა, ასე ვთქვათ, იმ პოზიციაზე, რომ კანონი უნდა აღსრულებულიყო. რეალურად მე ვიყავი მთავარი პირი, ფიგურა, ვინც ელაპარაკებოდა პოლიციაბჭოს წევრებს სცენარებთან დაკავშირებით. რა შეიძლება მოყოლოდა ერთ სცენარს, ანუ მელიას დაკავებას და რა შეიძლება მოყოლოდა მეორე სცენარს, მელიას არ დაკავებას, ხო? რეალურად მაშინდელი სიტუაცია რა იყო, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ხო? რეალურად სახელმწიფოს უხეშად დაუპირისპირდა ნაცმოძრაობა, პირადად მელია და ამ შემდეგ ეს იყო პროცესები. ეს ადამიანი მოვიდა 17-ში საღამოს პარტიის ოფისში. მაშინ მე ვიყავი პარტიის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და ვიყავი შესაბამისად პოლიციაბჭოს თავმჯდომარეც. მოვიდა პარტიის ოფისში, სადაც იყო, ასე ვთქვათ, პოლიციაბჭო რეალურად შეკრებილი. იქ გითხრა, რომ მასთან ელჩები იყვნენ მისული და არ შეიძლებოდა, ასე ვთქვათ, მელიას დაკავება. ეს იყო მისგან ნათქვამი. მაშინ, როდესაც რამდენიმე დღით ადრე ის დაჟინებით ხოვდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს იმუნიტეტის მოხსნას. ხო, მისი მოტო ეს თვითონ რას თქვა, მაგრამ თვითონ მე თქვა, რომ ელჩთან თითქოს რაღაც წინააღმდეგობა არ ყოფილა, უბრალოდ მან მოიკითხა ამბავი ღმით. აქაც მოიტყვა, ელჩზე თქვა, რომ პირიქით ელჩმა მწვანე შუქი ამინთო, ამერიკის ელჩმა მითხრა, რომ თუ დასაკავებელია დააკავება. როცა დილით ელჩმა გააკეთა განცხადება მასთან დაკავშირებით, რომ გმობდა მელიას დაკავებას. ეგეთი მარტივი ტყუილი როგორ უნდა თქვა. მართლა სამარცხვინოა, ხო? მაგრამ თავი დავანებოთ, ანუ მან თქვა, რომ ელჩებს შეხვდა, არ დაუკონკრეტებია სახელები, გვარები და ეს შემდეგ, ელჩებს შეხვდა და დაუშვებელი იყო მელიას დაკავება. ასევე საუბრობდა იმაზე, რომ აი 2 დღე მომეცითო, ეს 3ჯერ გაიმეორა თუ 4ჯერ, 2 დღე მომეცითო და ჩაცხრება ამ 2 დღეში სიტუაციაა, ეხლა კონცენტრაცია არის, იქ რაღაც ყველა შეკრებილიაო და 2 დღეში პირობას გაძლევთ, რომ ჩვენ მარტივ რამეს ვეუბნებოდით, რომ რანაირად შეიძლება 2 დღეში უფრო მარტივი იყოს მელიას დაკავება პარტიის ოფისში, თუ დღეს არის უფრო რთული, ხო? აი ხო მარტივი ლოგიკაა. პირიქით ვეუბნებოდით, რომ როგორც კი ერთ დღეს არ დააკავებ, მეორე დღეს ბუნებრივია გული მიეცემა და მომრავლდება რაოდენობა, ხო? ასე ხო მოხდა. ეს ხო ის არ არის, რაც ჩვენ მოვიგონეთ და მე არ გამართლეთ, ეს ხო გამართლდა. რეალურად პირველ დღეს შეშინებული რაღაც 100 კაციც არისო პარტიის ოფისში, როცა იგეგმებოდა იმ დილით მელიას დაკავება, ძალიან მარტივად შეიძლებოდა სპეცოპერაციის ჩატარება და საბოლოო ჯამში ვახტანგ გომელაურს, როცა ის ატარებდა ოპერაციას, ბევრად უფრო რთულ ვითარებაში მოუწია ოპერაციის დაგეგმა. რამდენიმე ასეული ადამიანი იყო. ანუ იმ დილას იყო 100-ზე ნაკლები ადამიანი და შეშინებული და გულმიცემული რამდენიმე ასეული ადამიანი იყო მაშინ პარტიის ოფისში, როდესაც გომელაურმა ჩაატარა ძალიან დიდი წარმატებით ეს ოპერაცია, ხო? ანუ ხო მარტივად დადასტურდა ის, რაც ჩვენ ვეუბნებოდით, რა შუაში იყო 2 დღე. ეს 2 დღე ძალიან საინტერესო დამთხოვა, ამ 2 დღეზე შეგიძლიათ, მათ შორის რუსთავიორის ძველი ჩემი საუბარი ამოიღოთ ამ 2 დღესთან დაკავშირებით. ეს ინტერვიუ მე მქონდა იქამდე, ვიდრე სააკაშვილი ჩამოვიდოდა საქართველოში. ანუ მელიას ამ არ დაკავების ამბებსა და სააკაშვილის ჩამოსვლა შორის. ეს 2 დღე საინტერესო რატო იყო? ჩვენ მქონდა ამასთან დაკავშირებითაც ინფორმაცია, რომ სააკაშვილი ამბობდა მაშინ ასეთ რამეს, რომ 2 დღე მაცადეთ და მად ვიქნებიო. რაც ჩვენ მქონდა ინფორმაცია და ამის გამო რა თქმა უნდა დამატებითი არგუმენტი მქონდა იმისათვის, რომ კიდევ უფრო მძაფრად მოგვეთხოვა მელიას დაკავება, ისედაც საკმარისი იყო არგუმენტები, მაგრამ ეს ხო დამატებითი არგუმენტი. სააკაშვილი ამბობდა 2 დღე გაძელით და მე ვიქნები საქართველოში. თქვენ თუ გადახედავთ რა დრო დაჭირდა სააკაშვილს საქართველოში შემოსაპარად ცნობილი კონტეინერით ზუსტად 2 დღე. ანუ გეგმა არსებობდა. თქვენ წარმოიდგინეთ ვითარება, რომ მელიას ვერ აკავებ, ანუ სახელმწიფო იმიჯი ჩამოშალა, ხო? ანუ კაცი
ბოლომდე უპირისპირდება სახელმწიფოს მოიშორა ეს სამაჯური მაგრდება პარტიის ოფისში გეუბნება ვერ დამაკავებ ანუ სახელმწიფოს იმიჯი არის ჩამოშლილი ხო ასეთ ვითარებაში როცა ვერ აკავებ და ამ დროს წარმოიდგინეთ თქვენ ეს სურათი რომ სააკაშვილი შემოდის საქართველოში რუსთაველზე უცბად გამოჩნდება სადღაა სახელმწიფო ეს იყო სცენარი და დავალება გახარიას დავალება იყო ამ სცენარის განხორციელების უზრუნველყოფა მისი მხრიდან აბა რა ლოგიკა შეშდება რომ 3 დღით ადრე მიდიხარ საპარლამენტო უმრავლესობას თიც უქნევ არავის არ უკადრია სხვათა შორის სხდომამდე და ამ სხდომის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის თითის დაქნება. მოდის გახარია თიც უქნევს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს და დაჟინებით შეურაცხყოფელი ფორმით თხოვს იმუნიტეტის მოხსნას და 3 დღეში მოდის და თან პირობა მიცა. მახსოვს ზუსტად ნიკა სამხარაძე პარლამენტარი გამოვიდა და მას ესეთი რაღაცა უთხრა რომ კი ბატონო თავიდან წინააღმდეგი იყო იმუნიტეტის მოხსნის დამაში ლოგიკა იყო სხვათა შორის. იმუნიტეტის არ მოხსნაში უფრო იყო ლოგიკა, ვიდრე არ დაკავებაში. იმიტომ რომ იმუნიტეტის მოხსნა არ მოხსნეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, როცა არ აკავებ და კანონს ვერ აღასრულებ, ეს არის სახელმწიფოს ჩამოშლა და ეს ლოგიკა იყო. ზუსტად მაგიტო ითხოვდა ჯერ დაჟინებით, დავალებით იმუნიტეტის მოხსნას და მერე ამიტომ ითხოვდა არ დაკავებას. პირობა მისცა, კონკრეტულად ნიკა სამხარაძის, ასე ვთქვათ, დასმულ კითხვაზე საპასუხოდ პირობა მისცა უმრავლესობას, რომ კანონს აღასრულებდა და 3 დღეში მოდიხარ, ჯერ შენ სიტყვასაც უნდა გქონდეს ფასი, მაგრამ აგენტი როცა ხარ, არც ერთ შენ სიტყვას არ აქვს ფასი, იმიტომ რომ დღეს ერთ რამეს გეტყვიან, ეს უნდა გააკეთო, ხოლმე მეორე რამეს გეტყვიან, ეს უნდა გააკეთო. კარგი